ტაილანდის დედაქალაქში ორდღიანი სისხლიანი შეტაკების შემდეგ ქვეყნის სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ბანგკოკის დაცვას კვლავ განაგრძობენ. გასულ ღამით შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 160 დაიჭრა. სამართალდამცველებმა პროტესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. თავის მხრივ დემონსტრანტებმა პოლიციელების ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქების გამო მთელი ღამის მანძილზე ბანგკოკში მაღაზიები დახურული იყო. ტურისტები ქუჩაში არ გამოსულან, ქალაქის სასტუმროები და სხვა შენობები კი შავ-ბოლში იყო გახვეული. მსგავსი ვითარება ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ წუხელ განსაკუთრებით შევშინდი. ამგვარი სროლა და აფეთქება ჯერ არ მინახავს. მინდა ყველაფერი ძალიან მალე მშვიდობიანად დასრულდეს. ეკონომიკური თვალსაზრისით აზიის სიდიდით მეორე ქვეყანაში ორთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ეკონომიკა სერიოზული საფრთხე ემუქრება. ეთელპერანგიანი დემონსტრანტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ჯერ კიდევ მარტში გამოვიდნენ. მას შემდეგ სამართალდამცველებსა და პროტესტანტებს შორის შეტაკებებს 43 ადამიანი ემსხვერპლა და 1000-ზე მეტი დაიჭრა. დაახლოებით 10,000 დემონსტრანტს ბანგკოკის სავაჭრო და დიპლომატიური დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია აქვს დაკავებული. ქვეყანაში დაიხურა დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნის საელჩოები. სასტუმროებმა მუშაობა შეაჩერეს და ასევე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. გასულ კვირაში პრემიერმა დემონსტრანტებს არჩევნების შემოდგომაზე ჩატარება შესთავაზა. თუმცა ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც თითელპერანგიანებმა დამატებითი პირობები წამოაყენეს. ისინი მთავრობის დანარჩენი წევრებისგანაც მხარდაჭერის პირობას ითხოვენ.